ალბათ ბევრს გგონიათ, რომ ფინანსური თავისუფლება რაღაც მიუღწეველი ოცნებაა, ხო? მაგრამ სინამდვილეში ეს არის მიზანი, რომელიც იცით არა იღბალზე, არამედ საკმაოდ მკაფიო მეცნიერულ პროცესზეა დამოკიდებული. მოდით ერთად გავირკვეთ, რა იმალება ამის უკან. და აი მთავარი კითხვაც, ფინანსური თავისუფლება უბრალოდ გამართლებაა, იღბალი, თუ რამე მეცნიერებასთან გვაქვს საქმე, რომლის სწავლა და რაც მთავარია გამოყენება ყველას შეგვიძლია. ის წყაროები, რომლებსაც დღეს ვერ ყდნობით, ამტკიცებენ, რომ პასუხი ცალსახაა. ეს ნამდვილად მეცნიერებაა. კარგი. და საიდან ვიწყებთ? ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი იწყება ჩვენი აზროვნების შეცვლით. ეს არის პირველი და ალბათ ყველაზე კრიტიკული ნაბიჯი. სანამ რამე კონკრეტულ სტრატეგიებზე გადავალთ, ჯერ უნდა გავიგოთ ფულის და თავისუფლების ფსიქოლოგია. მოდით ჯერ ზუსტად განმარტოთ, რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ ფინანსურ თავისუფლებას. წარმოიდგინეთ მდგომარეობა, როდესაც თქვენი აქტივები, ანუ ის, რასაც ფლობთ, იმდენ შემოსავალს გაძლევთ, რომ თავისუფლად ფარავს თქვენს ყველა ცხოვრებისეულ ხარჯს. ამ დროს თქვენ აღარ მუშაობთ ფულისთვის, პირიქით, ფული მუშაობს თქვენთვის. ეს იდეა სხვაგაშორის რობერტ კიოსაკის ფუნდამენტური კონცეფციაა. კიოსაკიმ სხვათაშორის შემოიტანა ერთი ძალიან მაგარი ტერმინი ვირთხების რბოლა. ხომ გეცნობათ ეს სცენარი? იღებ ხელფასს, ხარჯავ მას ბოლომდე, მერე ისევ მუშაობ, რომ შემდეგი ხელფასი აიღო და ასე უსასრულოდ. ამ დახურული წრიდან თავის დაღწევა, აი სწორედ ეს არის პირველი რეალური ნაბიჯი თავისუფლებისკენ. და აქ იცით ერთ ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიურ ბარიერს ვაწყდებით, რასაც ჰედონისტური ადაპტაცია ქვია. რას ნიშნავს ეს? მარტივად რომ ვთქვათ, ის ბედნიერება, რასაც ახალი ნივთის ყიდვისას გრძნობთ, ძალიან დროებითია. მალევე ვეჩვევით და ვუბრუნდებით ჩვენი კმაყოფილების ჩვეულ დონეს. და მერე უკვე ვფიქრობთ, შემდეგი რა ვიყიდოთ. სწორედ ეს ციკლი გვაშორებს ჩვენს ნამდვილ ფინანსურ მიზნებს. კარგი, აზროვნებაზე ვისაუბრეთ. ახლა კი გადავიდეთ მეორე ნაწილზე. აქ მინდა ვისაუბროთ ერთ ინსტრუმენტზე, რომელიც ვიცი ბევრს აშინებს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი უდიდესი მოკავშირეა. დიახ, ბიუჯეტზე ვსაუბრობ, თქვენი ფინანსების კონტროლის მექანიზმზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტს არ ვუყუროთ როგორც რაღაც შეზღუდვას. ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ყველაფერზე უარი უნდა უთხრათ. პირიქით, ეს არის გეგმა, რომელიც თითოეულ თქვენს ლარს აძლევს კონკრეტულ სამსახურს, კონკრეტულ დანიშნულებას, სანამ ის საერთოდ დაიხარჯება. და თუ არ იცით, საიდან დაიწყოთ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური მეთოდი არის 50-20-20 წესი. მისი მთელი ხიბლის სიმარტივეშია. ნახეთ, თქვენი შემოსავლის 50% მიდის აუცილებელ საჭიროებებზე: ხირა, კომუნალურები, საკვები. 20% თქვენს სურვილებზე, ანუ იმაზე, რაც ცხოვრებას ხალისიანს ხდის. და ყველაზე მნიშვნელოვანი 20% პირდაპირ მიემართება დანაზოგებსა და ინვესტიციებში. იცით, ეს ბალანსი რატომაა კარგი? იმიტომ, რომ მომავალს აშენებთ ისე, რომ აწმყოთით კბობასაც არ იგლებთ. და როგორ გავხადოთ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მარტივი და უმტკივნეულო? ავტომატიზაციით. რამიცეთის მეთოდი, რომელზეც ამ სლაიდზეა, უბრალოდ გენიალურია. იდეა შემდეგია. როგორც კი ხელფასი დაგერიცხებათ, თქვენი ბანკი ავტომატურად თქვენი ჩარევის გარეშე რიცხავს თანხის ნაწილს შემნახვალ და საინვესტიციო ანგარიშებზე. და ის ფული, რაც საბოლოოდ რჩება თქვენს მიმდინარე ანგარიშზე, შეგიძლიათ სრულიად სინდისის კენჯნის გარეშე დახარჯოთ, რადგან იცით, რომ თქვენს მომავალზე უკვე იზრუნეთ. თუმცა, იცით, საუკეთესო დანაზოგის გეგმაც კი შეიძლება წყალში ჩაიყაროს ერთი ძალიან ძლიერი მტრის გამო და ეს მიგვიყვანს ჩვენს მესამე გადამწყვეტ ნაწილთან, ვალების დამარცხებასთან. უნდა გვესმოდეს, რომ მაღალპროცენტიანი ვალი უბრალოდ არ გვაფერხებს. ის აქტიურად პირდაპირ მნიშვნელობით ანადგურებს ჩვენს ფინანსურ ზრდას. უბრალოდ შეხედეთ ამ ციფრს, 25%. ეს საკრედიტო ბარათების ვალის საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთია ბევრ ქვეყანაში. წარმოგიდგენიათ, ასეთი ძვირი ვალი თქვენი ფინანსური მომავლის ალბათ ყველაზე დიდი მტერია და მისი მოშორება ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს. ეს ფრაზა კარგად უნდა დავიმახსოვროთ. მაღალპროცენტიანი ვალი თქვენი ფინანსური ზრდის პირდაპირი მტერია. უბრალოდ შეუძლებელია სიმდიდრის შექმნა, როდესაც თქვენი ფულის ლომის წილის სხვისი ჯიბის გამდიდრებაში, ანუ პროცენტების გადახდაში მიდის. საბედნიეროდ არსებობს ვალებთან ბრძოლის ორი ძირითადი გამოცდილი სტრატეგია. პირველია ვალების თოვლის გუნდა. აქ ჯერ ყველაზე პატარა ვალს ისტუმრებთ მიუხედავად პროცენტისა. რატომ? იმიტომ რომ ეს გაძლევთ სწრაფ გამარჯვებას, ფსიქოლოგიურ სტიმულს და мотивაციას, რომ გააგრძელოთ. მეორეა ვალების ზვავი. აქ პირიქით პირველ რიგში ყველაზე მაღალპროცენტიან ვალს უტევთ. მათემატიკურად ეს უფრო მომგებიანია. რომელია უკეთესი? ის, რომელიც თქვენს ხასიათს და ფსიქოლოგიას უკეთერგება. კარგი,
თქვათ, ვალებს გავუმკლავდით. რა არის შემდეგი? მეოთხე ნაწილი, თქვენი უსაფრთხოების ფონდი. ან, როგორც მე მიყვარს თქვა, თქვენი ფინანსური ფარი, რომელიც ცხოვრებისეული მოულოდნელობებისგან გიცავთ. ამაზე უკეთესად მგონი ვერც იტყვი. თქვენი საგანგებო ფონდი არის firewall-ი, დამცავი კედელი, თქვენსა და ახალ ვალს შორის. როცა რაღაც გაუთვალისწინებელი ხარჯი ჩნდება და ის აუცილებლად გაჩნდება, თქვენ არ გიწევთ პანიკურად საკრედიტო ბარათის გამოყენება ან სესხის აღება, რადგან უკვე გაქვთ რეზერვი. და რისთვის გჭირდება ეს ფონდი? მოდით ვიყოთ რეალისტები. მოულოდნელად სამსახურის დაკარგვა, გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯები, მანქანის ან სახლის სასწრაფო შეკეთება. ეს ისეთი რეალური შემთხვევებია, როცა საგანგებო ფონდი უბრალოდ კი არ გეხმარებათ, არამედ ფაქტობრივად გიხსნით ფინანსური კატასტროფისგან. და აი მივედით ბოლო მეხუთე ნაწილამდე. აქ მინდა რომ ყველაფერი შევაჯამოთ და ფოკუსირება გავაკეთოთ ყველაზე მთავარზე, თქვენს პირველ კონკრეტულ ნაბიჯზე. მთავარი იდეა, რაც ამ ანალიზიდან უნდა დაგრჩეს, არის ეს. ფინანსური თავისუფლება არ არის რაღაც ერთჯერადი მოვლენა. ეს არ არის ლატარიის მოგება ან უცებ გამდიდრება. არა. ეს არის თანმიმდევრული, ყოველდღიური არჩევანის და სწორი ფინანსური ჩვევების დაგროვების შედეგი. მაშასე, ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, მთავარი კითხვა თქვენთან არის, რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი დღესვე? იქნებ ბოლოს და ბოლოს შეადგინოთ თქვენი ბიუჯეტი? ან იქნებ აირჩიოთ ვალის დაფარვის სტრატეგია? ან სულაც გადარიცხოთ პირველი 20 ლარი თქვენ საგანგებო ფონდში. გადაწყვეტილება თქვენზეა.